სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. დღეს არის ხსენება სალოსისა, ამხსარებელისა, გაბრიელისა. ზმანო და დანო, ფსალმუში წერია კურთხეულას ღმერთი წმინდათა შორის. ღმერთი ისრაელისა, რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ წმინდანებში განცხადდება ღმერთი, წმინდანებით მოქმედებს ღმერთი და წმინდანების ცხოვრებით ჩვენ დავინახავთ ღვთის პირდაპირ ჩვენთან ყოფობას. ჩემოძიო, ამას ნიშნავს ეს. ესეთი იყო, რა თქმა უნდა, გაბრიელ სალოსი. მე მას რამოდენიმეჯერ შევხედრი ვარ, ერთი მახსოვს სიონში. მაშინ პირველი გადაღება იყო, პერესტროიკა დაიწყო და ტელევიზიით უკვე აშუქებდნენ და გადაიღეს წირვები და მახსოვს იქ ნასვამი იყო, მაგრამ უფრო იკატუნებდა თავს, ვითომ ძალიან თვალი იყო და გამოვიდა და ესეთ რაღაცას აკეთებდა, ვითომ წინ უნდა წაქცეული იყო, მერე უკან და დაიჭერდნენ, მერე წინ, მერე რაღაცა თავისები როგორც იცოდა და ბოლოს პატრიარქმა თქვა, გაიყვანეთ ეს ჩუმად ესე, გაიყვანეთ, ალბათ ნუ ახლა უხერხული იყო და გაიყვანეს. მერე ესე თხოვდნენ და ატეხა წივილ-კივილი. გამიშვით ხელი და უკვე მთელი ამბავი რა. გაბრიელ მეორეჯერ მახსოვს მარტო იყო და სიონში და კანტიკუნდად იყო ხალხი იქ და იქაც წვიროდა რაღაც აღარ მახსოვს ასკვიროდა წიოდა თელამბავში იყო და მე ვერ გავიგე ეს კაცი ვინ იყო მაშინ ფიქრობდი ახალმისული ვიყავი მეთქი ვინ არის ეს კაცი და რა შვება და მე ერთხელ შეხვდა მესვე ცხოველში მიდიოდი ისვე ცხოველიდან გამოვიდა და უკვე იცოდი მის პიროვნების შესახებ და მამა გაბრიელ მაგურთხეთ მეთქი და მან ესე დამლოცა მოსეს სიწმინდე მოგცეს ღმერთმაო დავით წინასწარ მეტყველის მოხერხებაო და სოლომონის სიბრძნე ისე მესიამონა ეს სიტყვები და ესე მახსოვს მე გაბრიელი იცით ყოველ დროს წმინდანებთან არის ღმერთი და წმინდანები ხალხში და აი ასე კვებავს და ხელმძღვანელობს ღმერთი თავის ეკლესიას, ახალ ისრაელს. ნუ წარმოიდგინეთ პირველად რა იქნებოდა, როცა ეს ხელმძღვანელები, ესეთ ხელმძღვანელები იყვნენ პეტრე და პავლე, მოციქულები, 70 მოციქული თემ სოფლიოში გაფართოვებული წარმოიდგინეთ. იმდროინდელი ქრისტიანი, იმდროინდელი მრევლი. მერე იყო მოწაფეები, ისინიც არ იყვნენ ნაკლები, ისინიც სულის პირდაპირ გამომჟღავდებოდა მათგან სული წმინდა, სხვადასხვა სახი. წარმოიდგინე რა დრო იყო ესეც. მეორე მესამე საუკუნე. მეოთხე საუკუნე, საერთოდ ითვლება მეოთხე საუკუნე ზენიტად. მოციქულების შემდეგ მოციქულების დროს ოქროს ხანა და ის შემდგომ განმეორება ოქროს ხანას. რა დღის გავიხსენებთ ამ დროს, რა წმინდანები ყავდა ღმერთს დედამიწაზე, ნიკოლოზ მირონუკის არქიეპისკოპოსი, სპირიდონ ტრიმიფუნტე, რომელიც დღესაც აი ესეთივე როგორც ცოცხალი ადამიანი, ესეთივე ფაფუკი სხეული აქვს როგორც ჩვენ და ესეთივე ტემპერატურა როგორც ცოცხალ ადამიანს. ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპინი, ნეტარი ავგუსტინე, ეპიფანე კვიპრელი, რომელმაც რამოდენიმე მკვდარი გააცოცხლა, ყველაზე მეტი შემდგომ უკვე მოციქულების შემდეგ. ეპიფანე კვიპრელი, სასწავლო, რომელსაც წირვაზე ევქარისტიული კანონის დროს პირდაპირ ხო ევქარისტიული უხილავად ხო ჩვენ ვერ ხედავთ და უხილულად ხედავდა ქრისტე მთელი დასით როგორ ჩამოდიოდა ტრაპეზს. ეპიფანე კვიპრელი. კირილე ალექსანდრიელი, კირილე იერუსალიმელი, გრიგოლ დიდი ღვთისმეტყველი, ნუ წარმოიდგინეთ, ძალიან ბევრი, წარმოიდგინეთ. მეოთხე საუკუნე. ამ დროს ჩვენთან მოდის წმინდა ნინო,
რას ასწავლები ხდება ჩვენთან ჩემო ძვირფასებო სვეტი ცხოვლის მილონ დინარება თელი საუკუნეების მანძილზე ვიდრე მეთექვისა მე 16 საუკუნემდე დინარება ხდებოდა სვეტი ცხოველში აი ესეთი და ჩვენთან რამდენი წმინდანები იყვნენ ხო ქართველი წმინდა გრიგორ ხანძთელი და მისი დასი ჩემო ძვირფასებო რა დედოფლები რა მეფეები კეთილმსახური ყავდა თამარ მეფე და ასე შემდეგ მოდიოდა შემდგომაც აგერ მე-18 საუკუნეში იოანე მანგლელი ყავდა სიონშია დასაფლავი რომელიც რომლის წირვის დროს ჯვარი თვითონ ადიოდა ესე და ხელთან მიდიოდა იოანე მანგლებთან წარმოიდგინე რა ხდებოდა საქმე და მოდი ახლა მოკლედ ვარ დღეს აი ჩვენ პერიოდში მე-20 საუკუნის ბოლოს და მიჯნაზე 21 საუკუნეში ჩვენ ყავს მე ასე ვთვლი წმინდანი ცოცხალი ჩვენი პატრიარქი ილია მეორე და რამდენი რამ გააკეთებინა ღმერთმა ამ ადამიანს რამდენი რაც მოხდა ხო თითქმის დასაფლავებული მკვდარი საქართველოს ეკლესია ფეხზე დადგა და რა ხდება დღეს ჩვენ ხედავთ ნუ ისეთი დროა რომ გარეგნულადაც კი მნიშვნელობა აქვს და გარეგნულად რა ხდება და შინაგანადაც არის ჩვენში ეს პოტენციალი სიწმინდის ჩემო ძვირფასებო აი მე ვთვლი რომ პატრიარქი არის წმინდანი მე ასევე ვთვლი რომ არქიმანდრიტი რაფაელი არის წმინდანი რადგან მან ნუ მისი სასწაული მართლა მერვე მსოფლიოს საოცრება მისი ქადაგებების რო თავი დავანებო მან ვისაც ქონია კავშირი მასთან იგი თან ისე თავდაპირველად ვერც გაიგებდი მერე ვხდებოდი უწინასწარმეტყველა ყველას მათ შორის მეც უამრავი რამ რომელიც შემდგომ ხდებოდა გახსოვთ მე რო გითხარით როცა 50 წლის ვიყავი 10 წელი ვიცოცხლე ბუქტავი ვარ მამა რაფაელმა 19 კი რომ სულ მოთქმელად ველოდები თქვენს თამადობას ჩემს 90 წლის თავზე გახსოვთ ხო და მე ვაცხადებდი ამას ხო მოხდეს ხო ახტეს ჩემო ძვირფასებო ამის შემდეგ მე ესე მიჭირს ვინმეზე ვთქვა რომ წმინდანია ამ ორზე ვიტყვი ნამდვილად მაგრამ იცით როგორ არის აი რომ შევაჯამოთ რამოდენიმე ერთ წმინდანს ვიღებთ მე ასე მგონი აი მაგალითად ეხა ეპისკოპოსებში არ ვიტყვი იმიტომ რომ მაინც უხერხულია ეხა ეპისკოპოსები მე ვინმეს რამე არ ეწმინოს მაგრამ ჩემი აზრით ორი ეპისკოპოსი ჩემთვის არ დავასახელებ წმინდანები და აი არქიმანდრიტებში ეხა რა ვიტყვი მამა ბასილ ანთაძე მამა არქიმანდრიტი ბენიამინ იცნობდნენ და არქიმანდრიტი ელისე სიხარულიძე მამა რევაზიროი აი ეს სამი რო ავიღოთ ერთი წმინდანი გამოდის რა გამიგე ანუ მე ამით რას ვამბობ იმას რომ წმინდანებზე დგას ეკლესია წმინდანებზე დგას მშვიდობა წმინდანებზე დგას კეთილდღეობა და აი უწმინდესის და მამა რაფაელის შემდეგ აი ეს სამი რო ავიღოთ ხო ერთ წმინდას ნამდვილად ჩემი აზრით უდრის ერთ წმინდას ასევე მღვდლებში ხა გუში ვფიქრობდი აი ჩვენი მამები რო ავიღოთ მამა ლაზარე მამა გიორგი მამა მირიანი მამა კახაბერი ერთი კაცი აკლია და წმინდანები იქნებიან ჩემ თავს თუ მივათვლი მაშინ უწმინდურები იქნებიან აი ავიღოთ მამა ბესარი ამ 4-ს კიდე აი ამ 5 უდელი რო ავიღოთ ერთი წმინდანი გამოდის ჩემს უფასო მერე ძალიან ბევრია მღვდლები რომლებიც მე კიდე ვიმეორებ ხალხო რომ ეს დაცემა ხშირად არის ხოლმე ერისკაცებში არ ვამბობ სამდელოებაშიც არის ხოლმე ესეთი შემთხვევები ძალიან სამწუხარო მაგრამ ოქროპირი ამბობს ოქროპირის დროსაც ეპისკოპოსი რომ დაეცა დაცემულ თეოდორეს რომ წერილია გენიალური საოცარი შედევრი და ოქროპირი ამბობს რომ აი
უფრო ცოლიან კაცს და ცოლიან მღვდელს კიდევ უფრო ეპატიება, რა თქმა უნდა, არ ეპატიება და ეპისკოპოსის განსაჯელია მე ეპატიება თუ რას იზამს ეპისკოპოსი, მაგრამ ამ კუთხით ვამბობ, უფრო ეპატიება ვიდრე ბერსო, რომელსაც ცოლი არ ყავს, რუშობაში დაცემო, თეოდორესაც მიმართა დაცემო თეოდორე. ესე იგი, რას ვამბობ? ეს იმდენად რთული ვნება, იმდენად ტაიფუნივი ძლიერი ვნება, რომ დიდი რელიგიური, დიდი ღვთისმოშიში უნდა იყო, რომ არ დაეცა და ჩვენ ესეც სამღვდელოება გვყავს ჩემო ძვირფასო. და სამღვდელო, რომელიც არ მრუშობს, ზოგი რო ამბობს, რომ გაიგებს იმრუშა და ერთი ამბავია. სამღვდელო, რომ ეგ კი არ უნდა გიკვირდეს, ის უნდა გიკვირდეს სამღვდელო, რომელიც არ მრუშობს, ის შეიძლება ვთქვათ, რომ წმინდანია ჩემო ძვირფასო. მით უმეტეს ამ დროში. ეხლა ერის ხალხში გადავიდა. მე ესეთი იმედი მაქვს, რომ აი ერის ხალხშიც, ხო? აი ჯერ კაცებში ვთქვათ, სიტყვაზე ვამბობ, რომ ის არ ვქია. ესე იგი აი ხა სახელები არ გამოდის საკაც, ვინმეს ამის არ ეწონა, მაგრამ აი აქ ერში დგას არის ერთი ადამიანი, კიდევ ერთი ადამიანია, ვისაც ახლა მე ვფიქრობ, აი ეს ორი რო შეერთო, ნამდვილად ერთი წმინდანი გამოვა ჩემო ძვირფასებო და ასე შემდეგ. ნუ ზოგი ისეთი ხუთი ერის კაცი უნდა შეერთო, გამიგე, რომ წმინდანი გამოვა. ზოგთან ალბათ ერთ 40 კაცი უნდა შეერთო, რომ ერთი წმინდანი გამოვიდეს, მაგრამ გამოდის, გამიგე, გამოდის. ქართულ ხალხში არის ეს სიწმინდე, სიწმინდისადმი ტოლვა, განსაკუთრებით ქართულ კაცს აქვს მოწყალება, აი მოწყალება იცის სიბრალულია. ვიღაცებისადმი, გაჭირებულებისადმი, მოწყალება ისეთი რამეა, ჩემო ძვირფასებო, რომ წმინდა მამები ამბობენ, რომ ყველაზე მეტად ღმერთს ემსგავსება მოწყალი ადამიანი. და მოკლედ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ჩვენი ქალები რო ავიღოთ, ხო? დავასახელოთ ხალხა. მაგრამ არა, დავასახელოთ. არა, ქალებში ეს სხვა რამეს ვამბობ ხა. იმას კი არ ვამბობ, რომ არა, სხვა რამეს ვამბობ, კაცო და აი მივხვდებით, რომ არ ეწყინოთ. ეხლა რო ავიღოთ, მაგალითად, ელზა გიორგაძე, აგერ ჩვენი გალობლები, თინათი მარგარეტაძე, მარინა ჩარა, ირმა ურუშაძე და კიდევ ვიყავს იქ ჩვენ ნინო დათუნაშვილი ბატონო და მათ ჯერ აქეთ მინდოდა მე შეგაჩვენე რა იქ კიდევ ვინ არის ლელა კალდანი მანანა ციხელაშვილი ლელა ნუ დედენ ყველა ერთად რო ავიღოთ ერთი წმინდანი ხო გამოხარ ვინ მაინც ხო, ყველა ესე ნიკოლოზ მაია, აი ესენი ერთი წმინდანი ხო გამოხართ, მე ჯერა. და ამიტომ აი ესე რომ ვიფიქრობ, აი საქართველოს დგას ამ ხალხს. იმიტომ აქვს შვიდობა, ჩემო ძვირფასო, იმიტომ არის აყვავებულია ჩვენი ქვეყანა ასე თუ ისე, მიდის წინ და ასე შემდეგ. გამიგეთ? სიღარიბე შეგვჭამეს ეხლა ერთმა ადამიანმა თხოვა სახლის კურთხევა და სად ვიყავ, იცი? ის რო არის წანისი რეზიდენცია შევაბარდეს. ხო. იქ რო დადგები, ვინც თუ ყოფილიყავი. ერთი ხალე მიდის მარჯვნივ, ნიკოლოზის ტაძრისკენ და სპირიდონ, ერთი მიდის მარცხნივ. ეს რა ვნახე, ხალხი? მარცხნივ წავედი, მე რო ვაკურთხებდი, აი თქვენ ორიენტაციისთვის, რო ვაკურთხებდი ეზოში რო გავედი, შავნაბადას ტაძარი დამკურებდა თავზე 200 მეტრით, აი ასე. აი მთელ პერიმეტრზე ვიყავი, მე იქ სასახლები ვნახე. იქ სასახლები მე ვნახე, ჩემო ძვირფასებო, გამორიცხულია ჰოლივუდის ქონოდა ვარსკვლავებს ეგეთ სასახლები, ნუ ფანტასტიკა. და რაც მიხარია, ჩემო ძვირფასებო, ძალიან. კარგი, ხა ერთ თემას მივუძვნებ. ესე იგი, ასე რომ წმინდანებს არ გვაკლებს ღმერთი, მე ეს მინდა ვთქვა. და დღე გუშინ მოხდა ისეთი რამ, რო არ შევეხო ამას,
ესეც არ შეიძლება დავასრულოთ. ესე იგი რამოდენიმე დღის უკან მირეკავს ვატოპეტოს მონასტრის ერთ-ერთი ბერი თეოდოხოსი, რომელიც ვინც ჩვენ შეხვედრებს ესწრებოდა უნივერმაღის საერთო დარბაზში, მაშინ იყო ლუკა. ერთი ასოციაციის ის იყო. მას სულ ესწრებოდა ეს თეოდოხოსი, თუ გახსოვთ, სულ ესწრებოდა. ქართველი მამა ჩაჩიბეას გვერდი იყო. მამა ივანესი სულ ესწრებოდა და აი ეს ბერი გახდა ეფრემის მარჯვენა ხელი. სხვათა შორის ამბობენ, რომ გამოდის ტელევიზიით, საბერძნეთის ტელევიზიით და ძალიან ბევრს საუბრობდა, ძალიან ისე პოპულარული ენით და ძალიან უყვართ ბერძნულ ენაზე და რაღაცა ისე ბერძნულ კულტურაზე. აი ეს თეოდოხოსი მივეკავს დავალებით ეფრემის, არქიმანდრიტი ეფრემის, იცით თქვენ დიდი ავტორიტეტია, ვატოპეტოს მონასტრის წინამძღვარი და მეუბნება, რომ მამა ალექსანდრე იქნება შეკრიბოთო 20 სასულიერო პირი, ვისაც 10 შვილი და მეტი ყავს. და თუ ვერ შეავსებთ 20, მე ერისკაცებიო 10 და მეტი ვისაც ყავსო და ჩვენო ჩამოვდივართ, აი გუშინ ქონდა შეხვედრა, მალე ჩამოვართო და ესია მოგვაწოდეთო და მოკლედ დაჯილდოება არისო თქვენი უნდაო ეფრემსო და ну იქ ფულადი ისეთ შენაწირიცო და მომავალში კიდე ხარ ვიტყვი მითხრა რომ კიდე სხვა სიკეთეები. მე რა თქმა უნდა გადავრეკე საპატრიარქოში და მეუფე შიო შევატყობინე ეს ყველაფერი ხარო. ну მეუფე შიო როგორც მე მაინც ჩემიდან შევატყობინე იცოდა რა თქმა უნდა და მეუფე შიოს ლოცვა კურთხებით მოკლედ მოხდა ეს შეხვედრა გუშინ რაღაც არაჩვეულებრივ სასტუმროში რატიოდა ინტრმოვი მაგ რუსთაველზე რო არის იქ მოხდა 500 კაცის ტევადობა იყო სკამები ესე იგი 500 დაამატეს კიდე 100 სკამი და 200 კაცი კიდე იდგა ფერზე ძალიან 800 კაცი იყო ну იქ არაჩვეულებრივი შეხვედრა იყო და ბოლოს ეფრემმა გვესაუბრა, კითხვებს პასუხი გასცა და დაიწყო დაჯილდოება. და მე ვითხოვე სიტყვა და ეს სიტყვა დევს საბურთალოს საიტზეც და სხვაგანაც და მე უბრალოდ მოკლედ მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი როცა ამას უყურებდი ამ დაჯილდოებას მრავალშვილიანების უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, მე გამახსენდა პატრიარქი, ეს თქვი და უბრალოდ გავშლი კიდე. ყველაფერი ეს დაიწყო პატრიარქისგან, ჩემო ძვირფასებო. უწმინდესმა თქვა, ჯერ კიდე კომუნისტებს, 7 შვილი იყოლიოს ყოველმა ქართველმა ოჯახმა ან მეტი. ამას ყურადღებას აქცევდა აბორტზე პირველი სიტყვა, პირველი საწინააღმდეგო პატრიარქმა ამოიღო ხმა. პატრიარქი გვაკვირდებოდა, ხშირად შეკრებდა ხოლმე იმ პატარა რეზიდენცია რო იყო და სულ გვეუბნებოდა, შტიხაროსნებს ეუბნებოდა, რამდენი შვილი გყავთ? და რო გაიგებდა 3 ძალიან უხაროდ, იმიტომ რომ 2-ს ყველა აჩას თითქოს, ხო 1-2-ს. და 3 ნიშნავს უკვე რაღაცას, წინ რაღაცას, სხვა რამეს და ისე უხაროდა. თუ გაიგებდა რომ უფრო მეტი სახეს უბწყინავდა პატრიარქს და მოკლედ ეს მე იქ აღნიშნე რომ ეს არის პატრიარქის დაწყებული საქმე. და იმის გაგრძელებას ვხედავთ მე ვუთხარ დღეს ჩვენ აქ. ასევე მინდა პატრიარქის შემდეგ მეორე ვისაც მე ვთვლი წმინდანად არქიმანდრიტი რაფაელი იყო ესეთი შემთხვევა რომ კამათი დაიწყო და თქვენ უნდა იცოდეთ ეს ჩემი ძვირფასებო რომ მრავალშვილიანობაა ესო მორწმუნის მრავალშვილიანობა ეს რა არისო მრავალშვილიანობა პირიქით პლუსი კი არა მინუსიაო ესე იგი რა გამოდისო და რაღაცებს მოდიალობდნენ და ძალიან გული მეტყიდა და მამა რაფაელს უთხრით რომ ასეთი კამათია მამა რაფაელმა გითხრა თქვენ სწორი ხარ რაც უფრო მეტი ბავშვი მით უკეთესია აი ამ ხელა ავტორიტეტმა რა გითხრა ჯერდი უპირველეს ყოვლისა პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს ეპისტოლეში ქალი გადარჩება ბავშვების გაჩენით და აღზრდით ჩემო ძვირფასებო ასე რომ ჯერ რომ მრავალშვილიანი ოჯახი თუ არ არის ეხლა ზოგი გამონაკლისი ეხლა არ გაუჩნდათ არაყვათ
მაშინ იქ გასარკვევია რომ ისინი ვინც მორწმუნეების პრეტენზია აქვს და არ არის მრავალშვილიანი კიდევ ამბობ გამონაკლისი არის რა თქმა უნდა ზოგს არ ეყოლა მეტი გამოდის რომ ან აბორტს იკეთებს ან ჩასახვის საწინააღმდეგოა გაკეთებული ან კიდე რაღაც საშინელებებს ჩადით გამიგეთ ამიტომ პირიქით პლუსია როცა ხედავ შენ რომ მრავალშვილიანი მორწმუნე ადამიანი ოჯახი არის ეს ნიშნავს იმას რომ ისინი უმციკლოდ ცხოვრობენ ისინი ცხოვრობენ ისე რომ ჯერ ეს არის თავდადება ჩემს ძვირას თავდადება მე ხლა ისე ნუ გამიგებ და დათო პირველი შვილი რო შეგვეძინა ანუ თითქმის 40 წელი გავიდა ძილი რა არის არ ვიცი მე ძილი რასაც ქვია რომ დაიძინე 11-ზე ან 12-ზე და გაიღვიძებ 8-ზე 7-ზე ესეთი რა 40 წელი მე საერთოდ არ ვიცი ესეთი რა ხან საჩამეძინება რო ძალა მოვიკრიბო ხან სადამეძინება ხან ღამე დამეძინება ხან დღე დამეძინება და ასე შემდეგ რო ძალა მოვიკრიბო და ეს რა გართობაა ესა ეს თავდადება არ არის ჩემო ძვირფასებო ასე რომ მრავალშვილიანები არიან პატივსაცემი ადამიანები და მე ძალიან მიხარი პატრიარქი ხო პატივსცემს და პატივსცემს მრავალშვილიანებს არქიმანდრიტ რაფაელს უდიდეს წარმოდგენა მრავალშვილიანებზე და მე ძალიან გამიხარდა რომ ათონის თაზეც იგივეა და ათონის თან დაგვაჯილდოვა ჩვენ მრავალშვილიანი ოჯახები პირადად ყველას აი აქ ხატიდებს ლამაზი ხატი ხო აი აქ ხატით პირადად მე და ყველანი და აი მანდ ხო მე არის არა დიდი ხატი უნდა იყო დიდი ხატი აქ არის დიშობე დასწრებულია აი მანდა იქ იცახი და მანდა ეს მამა გაბრიელი გასაგები ეს არის ხო აი ესე დაგვაჯილდოვეს არამიდია და დიდი სიხარულია რომ მე პატრიარქმა ხო მამა ბესარიონი მე და ვინცაც 10 და მეტი ყავს სასულო პირები დაგვაჯილდოვა როგორც სამშობლოსათვის თავდადებული. ეხლა ათონმა დაგვაჯილდოვა ნუ ასეთ წოდებით კი არა, ღვთისმშობლის ხატით. ეს მისტიკურად ნიშნავს, რომ ღვთისმშობელმა დაგვაჯილდოვა ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილები, სასულიერო პირები. ამიტომ ძალიან დიდი სიხარულია, რა თქმა უნდა, ჩემში დიდი დღე იყო გუშინ ჩემო ძვირფასებო. ძალიან დიდი დღე იყო, იმიტომ რომ ეს დიდი ჯილდო ეს როგორ არის ეს არის აი მისტიკურად რო ვთქვათ ეს არის პირდაპირ ღვთისმშობლის როცა ვთქვათ პირდაპირ ღვთისმშობელმა რომ დაგვაჯილდოვა და ღვთისმშობელი რომ მოგვეფერა და რო გვაგრძნობინა რომ ის ჩვენთან არის მუდამ ჩვენთან არის მომავალ პირას ეხა ცივა და მოსალოცად აღარ ჯვარი გამოიტანეთ ბიჭებო